2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესდა, თუმცა წლიურ ჭრილში მცირედით გაუარეს და ასეთ შედეგებს აჩვენებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსი. ინდექსში ინვესტიციების კვლევის მიხედვით კომპანიების 66% წელს ინვესტიციების მოცულობის ზრდას გეგმავს. კვლევაში ნაჩვენებია მოლოდინები გაყიდვებთან, ფასების დასაქმებულთა რაოდენობისა და ანაზღაურების ცვლილებების შესახებ. კონკრეტულად რა ახდენს გავლენას ბიზნესის მოლოდინებზე, რა არის ბიზნესისთვის ხელშემშლელი ფაქტორები და როგორია საინვესტიციო გარემო საქართველოში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ლევან მეფხვაძესთან ვიმსჯელებთ ამ თემებზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემა სტუმრობისთვის. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ველოდები ხოლმე ბიზნეს ასოციაციის ბიზნესის ინდექსს ერთი მარტივ მიზეზის გამო, იმიტომ რომ ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ბიზნეს საზოგადოების პრაქტიკულად უდიდესი ნაწილია შეკრებილი და ხშირად თქვენს გიყვართ ამაზე ლაპარაკი, რომ და არც რეალურად ასია, რომ საქართველოს ბიუჯეტის 70%-ზე მეტი სწორედ ბიზნეს ასოციაციის წევრი ორგანიზაციების გადასახადის გადახდით არის შევსებული და სწორედ ამის გათვალისწინებით როგორი განწყობაა ხოლმე ბიზნეს საზოგადოებაში, ამიტომ პერიოდულად ველოდები აი ამ კვლევის შედეგებს. განწყობა არის დადებითი და პოზიტიური. რა ფაქტორებმა განაპირობა ეს განწყობები? თქვენი შეფასებით ბუნებრივია და მაყურებლისთვისაც რომ განმარტოთ, რა ტიპის გამოკითხვაზე და აზრთა გაგებაზეა საუბარი, რომ მეტნაკლები წარმოდგენა გქონდეს, რა არის ბიზნეს ასოციაციის ინდექსი. კი ბატონო, მადლობა მაია მოწვევისთვის და დავიწყე ბოლოდან, რომელიც შეეხება თვითონ ინდექსის არსს. რას ვითვლით, როგორ ვითვლით? ეს არის ამას ბუნებრივია ჩვენ თვითონ არ ვაკეთებთ, ეს არის გარე ასე ვთქვათ, ჩვენი წევრი, მაგრამ მაინც გარე კომპანია, რომელიც ამას უძღვება, PMC ჯგუფი, კვლევითი ჯგუფი, რომელიც მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ქვეყანაში. მე არ მგონია ვინმეს კითხვის ნიშნები ქონდეს და მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენ ავიღებთ ამ კომპანიასთან ერთად, ეფუძნებოდა გერმანული IFO მიუნხენში არსებული ინსტიტუტის მეთოდოლოგიას, რომელსაც გერმანიაში მსგავსი ტიპის კვლევას ახორციელებს. გონდი გაცილებით დიდია ბაზა, ხვდებით, რომ რაოდენობრივად იქ გაცილებით დიდია იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელიც პასუხს სცემს. თუმცა ჩვენი აქცენტი არის ჩვენს წევრებზე, ჩვენი აქცენტი არის დამფუძნებლებზე, დირექტორებზე, არა მარტო ჯგუფის ხელმძღვანელებზე, არამედ შვილობილი კომპანიები, მათი დამფუძნებლები, მათი ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ეს არის საკმაოდ დიდი წრე, რომელიც ფარავს თითქმის ყველა სექტორს, ყველა სეგმენტს ეკონომიკის და შესაბამისად მათი ყოველდღიური საოპერაციო დონეზე ასე ვთქვათ შეფასებები გადმოტანილია ამ ინდექსში. ანუ როგორ უყურებენ ისინი გაყიდვებს, როგორ უყურებენ დასაქმებას, როგორ უყურებენ ისინი საინვესტიციო აქტივებს, როგორ უყურებენ რაიმე ტიპის ხელშემშლელი ფაქტორი თუ არსებობს მათი საოპერაციო ყოველდღიური ასე ვთქვათ საქმიანობისთვის და ამ შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის ძალიან უშუალოდ იმ დონეზე დაყვანილი, იმ ადამიანების გამოკითხვაზე დაყვანილი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იხებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტულ გადაწყვეტილებას კომპანიის საქმიანობის ირგვლივ. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ინდექსია. ჩვენ 2019 წლის მერე 2019 წლის ბოლო კვარტალი იყო პირველი კვლევა, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ და მას შემდეგ უკვე 2025 წლის ბოლოა და დინამიკაში რო ნახოთ ძალიან საინტერესო შედეგია 5 წლის შედეგი. ბოლო წელიწადნახევრის განსაკუთრებით, იმიტომ რომ თქვენ ნახავთ, რომ პირდაპირ მასშია პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური სტაბილურობა განწყობებზე. პროცესი დაიძაბება, შესაბამისად განწყობებიც ეცემა და თქვენ ნახეთ, რომ წელს არ იყო ბიზნეს კლიმატი იმ დონეზე, როგორც იყო დაუშვათ შარშან პირველი 3 კვარტალი და 22 წელი და ძირითადად ეს იყო პოლიტიკური პროცესების გავლენა, თუმცა მესამე კვარტალში ჩვენ ნახეთ, რომ დაახლოებით იმ ნიშნულს მიაღწია, რომელიც ჩვენ შარშან მესამე კვარტალში ჰქონდა. მცირე ცდომილება ცხადია არის, მაგრამ დაახლოებით ერთი და იგივე დონეა, რაც კარგია, იმიტომ რომ განწყობა, როცა პოზიტიურია, ეს ქმნის დამატებით, ასე ვთქვათ, мотиваციას კომპანიებისთვის, რომ მათ ინვესტიცია განახორციელონ. იმიტომ რომ რა არის ინვესტიცია, ხო, როცა წარმოიდგინეთ, ახლა როცა გაქვთ გარკვეული თანხა, რომელიც გინდათ დააბანდოთ, ორი არჩევანი გაქვთ, ხო? ერთია რომ განახორციელოთ ეს დაბანდება, ან თავი შეიკავოთ და გადადოთ უკეთესი პერიოდისთვის. როგორც კი პოლიტიკური, ან არაპოლიტიკური, ან რაღაცა ტიპის ხელშემშლელი ფაქტორებია, ყველა
ბიზნესმენი, ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი წარმოიდგინეთ თქვენ კრიზისის დროს, როცა გაქვთ შესაძლებლობა ფული გიდევ სახში და გაქვთ შესაძლებლობა წახვიდეთ და პირობითად უზრავი ქონება იყიდოთ, არ იყიდით. დაელოდებით გამომდა მე იყიდით. ეს იყო კიდეც განმაპირობებელი კარგი. ხო, იმიტომ კეშს ინახავ მაგ დროს. ნაკლებად შემცირებული ტენდენციის. მაგრამ როგორც კი განწყობები იზრდება, იმ წუთში დანაზოგის ამ ეგრეთ წოდებული შავი დღისთვის გადადებული ფული საინვესტიციო აქტივობაში, სააქციო კაპიტალში გადმოტანას ფიქრობდა დაახლოებით ეს არის ის აქტივობა, რომელიც აისახება მერე უკვე ბიზნესზე. რამ განაპირობა? ეს საინტერესო ფაქტორები. ხო, ბევრი ფაქტორი. ჯერ ერთი პირველი ის რომ ის ნეგატიური განწყობები არ იყო მაკროეკონომიკური საფუძვლებით განპირობებული და ეს იყო ყველაზე მთავარი, რომელიც ჩვენ დავუშვათ პირველ-მეორე კვარტალში ვნახეთ და შარშანდელი წლის მეოთხე კვარტალში. ეს არ იყო მაკროეკონომიკური ფაქტორები, იყო ზოგადი შეფასებები, ზოგადი მოლოდინები, ემოციური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესის მიმართ, მაგრამ როგორც კი ეს აღარ გადაიზარდა და მაკროეკონომიკური ფაქტორები სტაბილური გვაქვს და ხედავთ რომ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის ამ კუთხით, გარკვეული პერიოდის მერე ბუნებრივია განწყობებზე ეს აისახება პოზიტიურ განწყობებზე. მაკროეკონომიკა თუ სტაბილურია, ბიზნესი ამას როგორ იჭერს? ხო, ძალიან მარტივია. მისთვის რა არის? მისი არის ამ კომპანიის შემოსავალი როგორ გენერირდება, რამდენად შეიცვალა. თუ მაკროეკონომიკა სტაბილურია და პირობითად არის ისეთ სექტორები, რომლებიც დამატებით მოთხოვნას ბაზარზე ქმნიან სერვისებზე და პროდუქტებზე, მაგალითად ტურიზმი, ხო, ტურისტული ნაკადების ზრდა და ვიზიტორების ზრდა ქვეყანაში. აქ უკვე კომპანია ხედავს, რომ გაყიდვები კი არ შემცირდა, პირიქით ეზრდება. და თუ ეზრდება, ეს არის სიგნალი იმისა, რომ კარგი დროა საინვესტიციოდ. იმიტომ რომ კარგი დროა გაფართოებისთვის. იმიტომ რომ ხდება, რომ დღეს თუ ის აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას ხვალ და ზეგ შეიძლება მან ვეღარ დააკმაყოფილოს, ან დაკარგოს ბაზარი, ან კონკურენტები შემოვიდნენ, ან რაღაცა და ამიტომ ფიქრობს, რომ დროულად უპასუხოს ბაზრის გამოწვევას და იწყებს უკვე აქტიურ საინვესტიციო საქმიანობას. მე სულ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ბევრჯერ მithქვამს, რომ ქართულმა ბიზნესმა ალბათ ისე როგორც ალბათ არსად ისწავლა გადაწყობა თან დროულად და თან ეფექტურად პროცესებზე მორგება ისე რომ თან ბიზნესი რეალურად არ დაზარალდეს და როდესაც ახსენეთ რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა იყო ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია ბიზნესის აქტივობა არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემწყობი ხო ანუ შესაბამისად ბიზნესმა კი არ შეწყვიტა აქტიურობა და საქმიანობა ბიზნესი აქტიურობდა და აგრძელებდა მუშაობას ერთი ინდიკატორია, რომელიც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი სიგნალი რაღაცა ცუდად არის, როგორ ხვდებით, იცი, რომ არსებობს ესეთი ამ ჩამონათვალში პრობლემების არის ერთ-ერთი ეს არის მოთხოვნის სიმცირე მათ პროდუქტებზე და სერვისებზე. თუ იქ ჩვენ ნახეთ, რომ კომპანიების რაოდენობა იზრდება, რომელსაც ეს პრობლემა აქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ რასაც ხედავთ ახლა, ხო? აი ეს მაჩვენებელი არის ძალიან სტაბილურად დაბალი 10%-ზე დაბლა მე როგორც მახსოვს ბოლო კვლევაში. ძალიან სტაბილურად დაბლა ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მიწოდების თემაა. თუ კი მოთხოვნა ბაზარზე არსებობს, შესაბამისად ყოველთვის გაჩნდება კომპანიის სურვილი გაფართოვდეს და მიწოდებაც გაზარდოს და ადეკვატური იყოს ამ მოთხოვნის, რომელიც ბაზარზე არსებობს. ამიტომ მე მგონია, რომ ამ კუთხით, აი რაღაცა პარამეტრებს, სხვა პარამეტრებსაც რომ შევხედოთ, ხო, ძალიან კარგ სიგნალს გვაძლევს ზოგადად კომპანიების აქტიურობის. ერთი თემაა, რომ როგორც კი კომპანიები ზრდიან აქტივობას და ეს კორელაციაში არის სხვა მნიშვნელთან, უყურეთ, სხვა გამოკითხვების ეგრე იყო, სხვა პრობლემასთან. როგორც კი იზრდება კომპანიების აქტივობა, იმ წუთში ორი პრობლემა მოდის ხოლმე ზემოთ. ეს არის კვალიფიციური კადრების პრობლემა, იმიტომ რომ გავფართოვდე, ახალი ინვესტიცია გავაკეთო, სად ვიშოვო ის ხალხი, კითხვა ჩდება, საიდან მოვიყვანო ის ხალხი, ვინც უნდა კონკრეტულად რაღაცა ტიპის ოპერაციები განახორციელოს. და მეორე ეს არის ადმინისტრაციული ეგრეთ წოდებული ბერკეტები. როგორც კი იწყება ზრდა, თორე ნებისმიერი საინვესტიციო აქტივობას მოყვება ნებართვები, მოყვება ინფორმეტი ინტერაქცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან, როგორც მუნიციპალიტეტების დონეზე, ასევე ზედა დონეზე, იქ უკვე მეტი, ასე ვთქვათ, წინაღობები ჩნდება, იმიტომ რომ რაოდენობა იზრდება და შესაბამისად დროში შეიძლება ვერ ასწრებდნენ გადამუშავებას იმ მოთხოვნების, რომელიც ამიტომ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ჩვენ ქონდა დაღენებული, ეს იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, იცი თქვენ 26 სექტემბერს
იმის წინა პარასკევს. ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ რომ პირველი რომ თავრობა იყო ძალიან წარმომადგენლობითი, ფაქტობრივად ყველა მინისტრი რომელსაც რაღაცა ტიპის შეხება აქვს ბიზნესთან ესწრებოდა შეხვედრას და მეორე რომ პრემიერ-მინისტრი დარჩა პანელურ დისკუსიაზე, იჯდა და კითხვებს იღებდა და ძირითადად კითხვების საკითხი სწორედ ნაწილი უფრო სწორედ ძირითადად ნაწილი ამ კითხვების სწორედ რაღაცა ტიპის აი ამ ინტერაქციას უკავშირდებოდა ბიზნესსა და ადმინისტრაციული ორგანოების და აქ ძალიან ცხადი და ძალიან სწორხაზოვანი მარტივი პასუხი მივიღეთ, რომ ეს პრობლემა აი მოგვარდება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, რადგან გქონდა შეეხეთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრიც იმყოფებოდა წინა კვირას გადაცემაში და მასაც ვკითხე და სწორედ ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმა პრემიერსაც და მთავრობასაც პირდაპირ უთხრათ რასაც ფიქრობთ და რაც სათქმელი გაქვთ ხო მათ შორის კითხვა რაც გაწუხებთ რამდენად ღია იყო ეს საუბარი და რამდენად თუნდაც იგივე იმ ნაწილში ბიზნეს ასოციაციის წევრების ნაწილი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების გათვალისწინებით რამდენად ღიად ეუბნებით იმას, რასაც ფიქრობთ და თუნდაც იგივე ევროკავშირთან ურთიერთობის ნაწილში მათი პასუხები რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო ხელისუფლების ბიზნეს საზოგადოებისთვის. ცირა არის ჩვენ აი მაგ ნაწილში რამოდენიმე შეხვედრა თქვენიც დრო იყო. კი ბატონო. სადაც სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, მე მგონია რომ ამ შეხვედრაზე ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება ამაზე არ გამახვილებულა, ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ თემებზე. და უფრო მეტად იყო საქმიანი და ძალიან ესეთი თემატური ურთიერთობა სექტორული მიმართულებით. მე ხა ნამდვილად დამეთანხმებით რომ ჩვენ პრემიერ-მინისტრს არ აქვს პრობლემა ნებისმიერ კითხვაზე გასცეს ნებისმიერ რესპონდენტს პასუხი და ამ კუთხითაც რო გითხრათ რომ წინასწარ იყოს კითხვების შერჩეული საკითხები ადამიანები ამან არ დასვას არანაირი და პოზიტიური მე მგონი ამ შეხვედრის სწორედ ეს იყო არანაირი წინასწარი ცენზურა, არანაირი წინასწარი შერჩევა, არანაირი სპექტაკლების დადგმა და შემდეგ არ ყოფილა და რაც ყველაზე მეტად ქმნიდა აი მუშაობდა გულწრფელი ურთიერთობისას თქვათ რეჟიმს, მით უმეტეს დახურული კარს მიღმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კომუნიკაციის დროს. შესაბამისად მე მგონია რომ ფორმატმა გაამართლა და თუკი ჩვენ ამ ფორმატში გავაგრძელებთ შეხვედრებს, იქნება სწორედ ის ფორმატი, რომელიც უფრო მეტად მოგვაძევრინებს საერთო პრობლემებზე გადაწყვეტილების მიღების რაღაცა გასაღებს, რომელიც ჩვენ მერე მომავალში ძალიან ინფრასტრუქტურის ნაწილში მაგალითად ბიზნესის პოზიციამ გარკვეულწილად ხელისუფლებას მიაღებინა გადაწყვეტილება, რომ არ გაეუქმებინა ეგრეთ წოდებული თეთრი სია, ანუ ერთგვარად შეჯერება მოხდა ამ პოზიციის, იმიტომ რომ მინისტრიც და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამ ეთერში იმყოფებოდნენ, რაღაც პოზიციების დაახლოება მეტნაკლებად შესაძლებელი აღმოჩნდა, თუნდაც იგივე ასე. კი ბატონო, ეს პროცესი პირველ ეს არ იყო, ვიცით რა არის ყველაფერს აქვს ღია და ასე ვთქვათ, საჯარო დისკუსიის და სამუშაო შეხვედრების ნაწილი, იმიტომ რომ ეს შეხვედრები და ეს კომუნიკაცია ჯერ კიდე ზაფხულში დაიწყო, ჯერ კიდე მაშინ გვითხრეს და გაჩნდა სურვილი მთავრობის მხრიდან, რომ ის ეგრეთ წოდებული მანკიერი მდგომარეობა, რაც არსებობდა ამ მიმართულებით, სამშენებლო შესყიდვების მიმართულებით რაღაცნაირად გარღვეულიყო და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბიზნესის მხარე არის იდეალური და იქ პრობლემები არ არის, რა თქმა უნდა, არის იქაც პრობლემები, ორივე მხრიდან პრობლემები იყო და ეს პრობლემები ცუდი იყო, რომ წლების განმავლობაში გროვდებოდა. ეს არ იყო ერთი კვირის, ერთი დღის ან ერთი წლის თემა და ამან ბოლოს და ბოლოს სადღაც იჩინა თავი და ბოლოს ჩდება საკითხი, რომ ეს რაღაცა კვანძი გაჩნდა, რომელიც უნდა გაიჭრას და რაღაცნაირად დაიძრას, მაგრამ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კვანძი გაიჭრას, მარტივია, მაგრამ უფრო რთულია დაინახო ამ კვანძის გაჭრას რა გვერდითი ნეგატიური ეფექტები შეიძლება მოყვეს. ხო შეიძლება მთელი სექტორი უცებ გაჩერდეს. და ამ შეფასებების მომენტში იყო სამინისტრო ძალიან ღია და ბატონი რეზი სოხაძე იყო ამ კუთხით ძალიან აქტიური ბიზნესთან კომუნიკაცია ჩვენ სექტემბრის თვეში ქონდა პირველი შეხვედრა მე ამას მოყვა უკვე სექტორ ანუ BAG-ის ფორმატში მე იყო სექტორთან შეხვედრა იმიტომ რომ ეს საჭიროება ჯერ კიდე იქიდან წამოვიდა ამ შეხვედრაზე პირველად რომ მოისმინა ეს მოსაზრებები მე გაჩნდა სექტორთან უკვე კარგი ის იყო რომ პრემიერ-მინისტრი თვითონ ესწრებოდა ამ შეხვედრას და იქ ძალიან კარგად მოხდა
იმ პრობლემების გააზრება, რაც შეიძლება მოხდარიყო, რაც შეიძლება დამდგარიყო. კითხვა მინდოდა რომ რეალურად ამ ტიპის შეხვედრებს აი დახურულ ფორმატში ორხრივად სასარგებლოა. კი ბატონო, ორხრივად სასარგებლოა, იმიტომ რომ მე ხშირად მithქვამს, ეხლა მე 5 წელია ბიზნეს ასოციაციაში აღმასრულებელი დირექტორი ვარ და როდესაც მე შეხვედრა არ არსებობს, სადაც ბიზნესა და ადმინისტრაციული ორგანოა, სამინისტროა, მარეგულირებელი ორგანოა თუ ვინც არ უნდა იყოს, ესწრებოდეს, კონდეს რაღაც ახალ რეგულაციაზე, ახალ მიგომაზე საუბარი და წასვლის წინ არ ეთქვას, რომ ვაიმე რა სასარგებლო იყო ჩვენთვისაც, რომ ესე განსხვავებულად დაგვანახეთ ეს, იმიტომ რომ ბიზნესიდან უშუალოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ჩარხთან დგანან, მათთვის უფრო რაღაცეები, დეტალებია, რომელიც უფრო კარგად და იოლად ხელმისაწვდომი და კარგად აღსაქმელია და მათი პოზიციის გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე მხრიდანაც, რომ უბრალოდ გაზიარება მოსმენა. ახლა რასაც გაიზიარებენ, რასაც არ გაიზიარებენ, მე არ ვამბობ, რომ 100% რასაც ჩვენ ვამბობთ, ყველაფერი ჭეშმარიტებაა და უნდა გაიზიარონ, მაგრამ პროცესი არის რაღაცა კომპრომისის ძიება და ამ თეთრ სიასთან დაკავშირებითაც მე ვფიქრობ ძალიან სწორი კომპრომისი ეგრეთ წოდებული გარდამავალი ეტაპი იქნა შემოღებული, რომელსაც რა თქმა უნდა ბიზნესის დაეთანხმა. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს გამოწვევები, რომელსაც ბიზნესი ხედავ თუნდაც იმ ინდექსის და გამომდინარე აჩვენებს, აი რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ეკონომიკა, ქართული ბიზნესი და მთლიანობაში მთავარი პრობლემა დღეს რა არის? მე ორიგინალური არ ვიქნები, ისევ გავმეორდები, გამომდინარე ჩვენი კვლევებიდან, ბოლო 3 წელია პირველ ადგილზე გადის კვალიფიციური კადრების პრობლემა. და ეს პრობლემა როგორც ჩანს უახლოეს, ახლა რო ვთქვათ, რომ 6 თვეში მოგვარდება, არ მოგვარდება, სამწუხაროდ ვერ მოგვარდება, ამას აქვს თავისი ღრმა ფესვები პრობლემატიკის, რომელიც უკავშირდებოდა უმაღლეს განათლების იმ მოდელს, რომელიც ჩვენ აქამდე გქონდა და გვაქვს ჯერჯერობით, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ისეთ სპეციფიური ინტერესი, ასე ვთქვათ, სექტორული ინტერესი, რომელსაც შეიძლება ხვალდაზე პრობლემები გამოიწვიოს, თუ ამ სექტორებში არ იქნებოდა შესაბამისი კადრების მომზადება. ჩვენ, მოდი ვთქვათ, 20 წელია ალბათ უარი ვთქვით ამ ტიპის კადრების მომზადებაზე, მათ შორის უმაღლეს განათლებაში და გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ამიტომ ამას სჭირდება სხვანაირი მიდგომა, ამას სჭირდება მათ შორის ტექნოლოგიურ პარტნიორებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, რომ მათ ეს კვალიფიკაციები კარგად და დროულად შემოიტანონ. თუ პირდაპირ ინვესტორია, უცხოელი ინვესტორია, ხო, მისი ინტერესია და ასევე ისეც ეს საინვესტიციო აქტივობის ნაწილია მის მიერ კვალიფიკაციის შესაბამისი კვალიფიკაციის შემოტანა და ამავდროულად, მაგრამ ნუ ეს არ არის ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ ერთ დღეში ერთი რაღაც ჯადოსნური ჯოხით დაქნევით მოვაგვარებთ, მაგრამ მე მგონია, რომ მუშაობა ამაზე მიმდინარეობს და მე მგონია, რომ ეტაპობრივად მოგვიწევს ძალიან აქტიური მუშაობა შორის კომპანიებს, იმიტომ რომ თქვენ შეხედოთ კომპანიებს 2019 წელს პირველად რო ჩავატარეთ კვლევა და ვკითხეთ თანამშრომლობთ თუ არა ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებლებთან გაქვთ თუ არა შიდა პროფესიული განვითარების რაიმე ტიპის საკვალიფიკაციო კურსები, ტრენინგები და შემდეგ მაშინ იყო სულ 5-7%, რომელიც პასუხობდა. მე ეს პროცენტი ნელა გაიზარდა. თვითონ წავიდნენ და მაგრამ ეს ეს მოკლევადიანი გადამზადების კურსები მეტნაკლებად ფარავს და ქმნის პრობლემას ეგრეთ წოდებულ შედარებით დაბალ კვალიფიკაციებზე, მაგრამ იქ სადაც მაღალი საინჟინრო კვალიფიკაციები აუცილებელი, იქ ალბათ მოგვიწევს უფრო მეტი აქტიურობა და მეტი ეს ხო ძალისხმევა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს კადრების გადამზადება და მომზადება ამ სამუშაო ადგილებისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ლევან მებხვაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.